საღამო მშვიდობის ხოიცით რომ ეპატიება ეს დღეები ხოლმე როცა ვიგვიანებ. ხანდახან არ ვიგვიანებ ხოლმე, მაგრამ მაინც ვიგვიანებ. აბა, ესე ცუდა თუ არ დავდებ ძაღაშორს. აუ მიდი რა ეს შენ ფანჯარაზე დადერო თუ რამე ნესტია გააშროს და გამოვიტან. კარგად ისაქენის წდი. გამარჯობათ ხალხნო და ჯამაათნო. 7 საკლი 10. მიუხედავად იმისა, რომ საათი და 40 წუთია სახში ვარ, აი ეხლა დავჭექი. შორე ვიბანავი, შორე. ნუ იცოდე მაინც. ესე იგი. აუ, ავასად გადმოვდგა. ხელები მეწვის. აუ, ამაზე მოწამოს. ხელები მეწვის, მაგრამ რატო და მეტყობა ბარბარე? ბარბარე, მეტყობა? არა, კი. არა, კი. არ ვუფრთხილდები ხოლმე, ეგევე ამ იმას რა ქვია. გამითავდა ეს. რა ქვია, კაცო, რითიც ვრეცხავთ ხოლმე და სპეციალური ხსნარი როა არ გავუფრთხილდი და რაღაცა ისე სუდად ისავქენი გავრეცხ ერთი ვედრა და მომესხაზეთ. რას უშვება კანს იცი? გეგონება ეს ეკლიანი რაღაცით დაგფხაჭებესო. და იმ წამს კი შეუშვირე წყალს, მაგრამ აუ ეს არა უზნაძე უნდა წამესო. სითხემ დამიწო. რა? ვედრას ვრეცხავდი იმ სითხეთ, სპეციალური სითხით, ცხიმის თევზის ცხიმს რო აცხის და შემეწუწა და დღეს გექნება ხოლმე აღარ. ნახე როგორ წავს თან ახლა მოდი. ხამე იქნება ცუ. არა, არ დამეწובה. აი, გეგონება ესე ეკალი აიღევ და ესე წვრილად ხაზები, აი. რა გიხარია? არ მიხარია შულო, აი ეგე იმას შევა და საშინელება იყო. ხო და ყველაზე ცუდი რა არის, იცი? რაღაცა მქონდა პატარა დეტალი კიდე გასარეცხი და მოიცა მეთქი ამასაც და ბარემ მერე დავიბარ მეთქი ხელთო და მეწოდა. აი, შეგეს ერთი წვეთი რო დაგეწუწოს, მე ის არის წვავს. ანუ წვავს როგორ აი იმას გძნობ რა რომ რაღაცა ვერ აგებს საქმე და უმწევს კი არ ჩამოვიბარე ის გავრეცხე და მე დავიბარე და აგე ეხლა არ მექნება მე ძილის წინ უზნაძეს წავის ეგ იქნება და ეგ მაგრად ვიშრომეთ ხვალინდელი დღეც და всё ხო დღეს რა ვქერიცი ზოგადად როდესაც რაღაცა ესეთი ლაითი სამუშაოა ხოლმე და მძიმე სამუშაო რო არა გვაქვს ხოლმე რა ანუ ძალიან ბევრი შეკვეთები და რაღაცა რო არ არის და ძირითადად იმ დღისით ვასუფთავებთ, ვალაგებთ, ხეხავთ, რაღაცა რომ რა ვიცი, კვირაში ერთხელ ეგ ერთიანი უბორკა კეთდება ხოლმე რა და იმ დღეს ვამთხოვთ ხოლმე, როდესაც აი ეს რაზეც თევზებს ვკიდებთ ხოლმე შესაბოლად რა და უჟანგავი რკინები როა ის არის და თევზის ცხიმიანი, თევზიანი რაღაცა ის ხო შავდება იქ თვითონ იმ ფეჩში სადაც იბოლება და იმებს რეცხავთ ხოლმე რაღაცა რომ ესე ბრდღვინავდეს და მაგასეთ დროს ხოლმე ვიცით ხოლმე ესა რა ქვია შეკრება ამფულის ან რაღაცა და იქვე ლილოს ბაზრობაზე ხალხი ლილოს ბაზრობაზე აკეთებენ უგემრიელეს შაურმას რა კლაბი და რა მლაბი შაურმა ანუ დასახელებები რო აქვს რა ძალიან გემრიელ შაურმას აკეთებენ ოღონდ მართლა გამოვიძახებთ ხოლმე შაურმას, წაუშაურებთ ხოლმე, მე სამსახურში შაურმას ჩავცეცხლავ ხოლმე და ბავშვი მაკარონს მითმევენ სახში, ბავშვები. მე ხო. შენ არ მითხარი ეგეთ. ხო და უი გაფუჭებია ჯუსტი. ხო და დღეს ქონდა ეგ დღე და რადგან ეს კვირა არის ხორციელი და ანუ მარხვა იწყება და რაღაცა მეთქი მე ვკისრულობ. ხო და არა ის არის ანუ ხან ვინ და როდესაც ახლა სხვისას შეცუდა ვთხარი აი მარხვა რო გავა მერეც ვიკისრებ მე. მანამდე თქვენ ეჭამეთ მარტო როცა მიერიქნები. ხო და აი ესე წაუშაურვე ჩემი დიეტური იყო ძალიან უცხიმო ხორცი იყო. უცხიმო მაიონეზი და უცხიმო ყველაფერი, ლავაშიც უცხიმო იყო, ჩემთვის სპეციალურად გააკეთეს. კაი პატარა იყო.
ხომ მევთხარ მეტი არ შემიძლია მეთქი რა და მაინც ბოლომდე გაჭამეს. კაი. ხო რა დაფუჭდებოდაო და ძალით მაჭამეს. ხო რა წესიაო ისა? აუ რა წესიაო. ხო და ესე ძვირფასად წაუშაურბე. და აღარ გვიჭამი რა საჭმელი რა ანუ ისეთი. აღარც მომშვიდება ხა ერთხელი ახლა რო ვჭამ. ნუ მომშვიდება ხა შევჭამ 11 საათზე რა. ხოდაც არა. ხო და აი ეგრე. ვაიმე. აი გუშინ ხო ის უშაქრო ყავა დალიე. ვერ დავლიე. არა ვერ დავლიე. იქ დავლიე. ჩემთან ნაცისომა მე. ჩემთან თანამშრომლობამ ბოლოს ყავა გაგვითავდა და მოვადო ყავა. ვაიმე, არ ვიცი, პეჩენია კი მივაყოლე, მაგრამ ანუ ერთი ყლუპაზე მივაყოლე პეჩენია, მე აღარ. კაცო, სვავდა ვიყურებ. ეს უშაქრო ესე გემრიელად რატო დავლიე მეთქი? მე მოვედი სახში და მეთქი ეხლა უნდა დავტესტო და დავდგე უშაქრო ყავა. ესე ბევრი არა, ვერ ვიღებ. აი რაც გემრიელი ის უნდა გადავდამესხათ ეხლა და ახლა ხო თქვია რა, ხო თქვი. დავდგი ვიფიქრე ეხლა კაი არ დაიღვარო. ვაიმე, რამდენი ასხია არ დაღვარო. всё. ხო და ეხლა ის ბევრი არის და ცოტა ჩავასხი რა, რომ მეთქი მაინც და დედო ვერ ჩავყლაპე. ან სხვა ყავა იყო ის. ნუ იგივე იყო წონის ყავა იყო, იგივე რა ვიცი, ერთნაირი. ვერ დავლი აფთიქი და გადავყვარე. აქ ძანახუარო ცხელდება ტელეფონი. ხო და ესე. აუ რაღაცა უნდა მეთქვა კიდე მოიცა. აუ რაღაცა უნდა მეთქვა და მოვიწყდა. ხო, დილას ავდე ვიდეო Facebook-ზე. ხო და მე მომწერს კიდე ორმა ადამიანმა მომწერა და პატარა მამალზე. ჰა? მამა დავანაუყურებ ამ ვიდეოს რომ მოვედი. მამლებისაც? მე დილას გადავიღე ვიდეო ქათმებს და მე მომწერა ორმა ის რომ ეგეთი იაპონკებიო მე ჩემო თანამშრომელმა მაჩუქა და მაგებს ყიდის. იაპონკებსაც, ბრამებსაც, ფარშევანგებსაც. ხო და მოკლედ ესა რა. ვისაც გინდათ, თუ გინდათ ეგეთი ისი, ძალიან მაგრები არიან. კვერცხსადებ ჯერ ჩემი არდებს, პატარა არის იმიჯი, პატარა. ხო და კვერცხსადებ ძალიან მაგარი მამალია, ვაიმე ტანია რა აქ, თორე მამალია ძვირფასი. ადამბლავებს იმ ბრამის ქათამს. სხვადასხვა ჯიშისები ყავთ რა, კვერცხის მდებელა და რაღაცა და ვისაც გაინტერესებთ, მოგცემთ ნომერს და თქვენთვის შევთანხმდით. ძალიან შორს არ ცხოვრობს, კი არა და დაურეკავთ მოკლედ და ტერიტორიულად გეტყვით თვითონ საად როგორანაირად. ძალიან მაგრები არიან და ძალიან საყვარლები. შეიყვანე 4-ვე. აი უსაყვარლესები. ეს მამალია ძალიან ტკბილი, ყურთან აქ იცი რა ტუჩებს რომ მიუტახონ რომ ვაკოცო ხოლმე ყურთან ისეთი თბილია ხოლმე. ჩავკოცნი ხოლმე. ყურები აქვთ. ой, ხოქთა ის. რაღაცა ყური კი არ აქვს ესეთი, ვიმებით მიხვდები რა, ბუმბულებით, რომ საიდან ესმით, თორე გამოშვერდილი კი არ აქვს ყურები. ხო და ვისაც გენდობებათ, მომწერეთ და მოგცემთ ნომერს რაღაცა, ან გაგიგებთ რაღაცა, ასე რომ მაგაზე წლებია ვაჭრობთ და საკმაოდ კარგად. ხო, მე საჩუქრად ამყავს ეგ. მაჩუქა. მე მეჭვის ხელები. კვერცხი და წიწილები მეინტერესებს მაგათი. აი მე მაგის კვერცხია სასაცილო მე იქ ხო დებენ და ვხედავ ხოლმე რა იქ საფსახურში მე წიწილა არ მინახია ჯერ და წიწილას ინტერესი მაქვს წიწილის ზე ქათამი ანხელა აი ზუსტად ამხელა ქათამი წარმოიდგინე იმის წიწილა რა იქნება რა ცაყვალელი იქნება თაკალელი რა ხო შვიდობა რა ძალიან ისე ხა დადარდიანებული ვიყურე. ბარბარ, იწევლა გაკვეთილები? არ მინდა. როგორც იყოს. ფეხები ესე მიშვრება. რომ მოძრაობ ხოლმე ვერ ვიგებ და რო ვჭდები მე ხვდები ხოლმე რომ დამეღალა კუნთები.
ეხა ვფიქრობ დავაუთოვო? თუ იყოს რა ვიცი რა ძალა მათგა, მაგრამ მე მგონი იყოს რა ძალა მათგა იქნება. ნეტარას იწავენ ეხა ეგენით ქუგულეთისა მე თურქეთისა. აი მასწავლებელი კი იყო აუცილებელი. წინაზე ეგენი ხო იყვნენ ბაკურიაში არ იყვნენ 27 თუ 28-ში ჩამოვიდნენ დეკემბერში. ანუ წავიდნენ და 5 დღე იყვნენ ჩამოვიდნენ და ეხა ბარბარეს ჯგუფი და პატარა ჯგუფიდან სრულის და მიხედვით გააკეთებს ერთ ჯგუფს და მოკლედ იმათ წაიყვანს თურქეთში და იმათ ცეკვას გაიტანს და წინაზე რომ ბარბარე მოვიდა ხა ბარბარეს ჯგუფზე ხო ვიცი რომ ჩატშიც წერს მასწავლებელი და კოკი ივანე მოვიდა და დიდი ჯგუფიდანაცო ნეტა ჩემი რეძინა რა ვქენი დიდი ჯგუფიდანაცო ესა მოვდივართო ბავშვებიო თურქეთშიო აუ მეთქი ვაიმე ხო გამაჟრიელა ხო და ესა რა უნდა მეთქვა ხა ყველანი მიდიან მეთქი და ძირითადად კიო და გამიკვირდა კაცო ბოლოს არის პერიოდშია და არიან მანდ მე-11 მე-12 კლასელები რა არიხდია სულ ახალგაზრდები არიან გამიკვირდა ეგ სიტყვით რა და დღეს უნდა წაიღო ბარბარეს პასუხი რომ ვინ მოდიხართ თურქეთში რომ რაოდენობაც იცოდეს გზის ფულებიც რო აგვი საქნდეს გზის ფულებიც ალკია ხოლმე ანუ სასტუმროს გარდა და რომ ან რა ტრანსპორტი ხა კი ვიცით რა ტრანსპორტი რამდენი და მოკლედ დღეს ბარბარისთვის უკითხია რომ ვინ მოდიხართო და დედაო მეო დედაო და ივანეო და თურმე უკან ბჟირდებიან დიდი ბავშვები თურმე რა ხდება ხა დიდების გველაძუობა უნდა გიქა თვითონ მოულაპარაკებიათ წინაც ეგიატყდნენ სად რო ვიყავით ბაკურენში გაყვნენ ვიღაც შაშა ივანე არისო ხო და ეს ან მოკლედ რომ მოდიო კაი წავიდეთო მოილაპარაკეს რაღაცა და ისეთი დამწუხრებული სახეებით მოვიდა ივანე ჩვენც გითხრაო არა ჩვენც გითხრარაო დიდებიც მოვდივართ ანუ ტყუილი არ უთქვი ან მასწავლებელმა გითხრა მაგრამ რაც სიმართლე ანუ დიდებიდანოცო მოვდივართო რა ძირთადათო მოვდიარო რაღაცა თან თვითონ სული ხა ეგრევე ფლების გამოსვლა დაიწყო ხო ეგრევე გამოთვალა ეს ამდენი გვინდა ის ამდენი გინდა ლარებში გადაიყვანა მე იქ რა დავჭიდებ მოკლედ ვიჭორავით კარგად და ნუ რას ვზავ მიდიხარ შეხვარ და რჩები ხა სადაც ბარბარე იქაც შე ხა დედა უნდა გაყვეს აუცილებლად არ შეიძლება შენ დრო რომ მოგივა მაშინ ის უნდა გაყვეს არა ვერ გაგიშვით იქ ერთი ზრდასრული არა ბევრი ზრდასრული იქნება ერთი სერიოზულესი ადამიანი ხო სჭირდება თუ გაყვეთ იქ ხო და მე შენ და ის გოჩასტომარია მე და ის რა ქვია შორენა ხო და ნუ სხვა რა გზაა ხო და დღეს ბარბარემ რო თქვა ესეო მასწავლებელი თურმე აზია რა ჩვენ ივანეც ჩავწერეთ და დიდი ჯგუფით ჩავწერეთ და ბარბარემ ჩაუშვა რა მოკლედ დიდი ჯგუფის ბავშვები რომ თვითონ მოილაპარაკეს თვითონ გადაწყვიტეს თვითონს და ეხლა მაგათ აქვთ რეპეტიცია ეხლა ეგ უკვე იცის მასწავლებელმა ეგ ამბავი ეხლა ძალიან დიდი ინტერესით ველოდები ივანე მოვიდეს რომ ანუ ვერ ახართ კარგათო მასწავლებელმა რო უთხრას რა სად მიდიხართო ვის მიყევხართო ეგ უთხრას თუ გინდათ და წამოდით ანუ მე ხო თქვი მე დედა და ივანე თქო და იქიდან ხო იცინიან და ხო მივხვდი ახლა მე რაც ხდებოდა და მასწავლებელი ვერ მივხვდა ლევანი მასწავლებელიც იყო ხო ორივე გიყურებდნენ გაოცებულები ივანეს რა გაუგო ივანე თქო ეს სალამ გამოხდა მეთქი რა ვიარა თქო ნანიც და ბიძინაც თქო უთხარი და ხუჩასთან თამულოს ფიზიკურად ისო ლევანი მოდიო რომ მოდიოდნენ და რა ვიღა ბარბარესგან გავიგეო ანუ ლევანი მიცოდა დაახლოებით არ იცოდა არა აი მე არც ერთმა არ იცოდნენ მასწავლებლებმა ბავშვები მზად არიან პირადობებიც აქვთ უკვე შედან ამ იმაში ავტობუსში ხო და ეხა ველოდები რას ეტყვია და რას გადაწყვეტა მე წაყვანით წაიყვანს რას ეხლა სიტყვაზე რაღაცა და გამოთქვეს ანუ სრულიც არა ოჯახი და რა როგორანაირად იქნება და ხა თუ იტყვისო წამოვა მე ივანეს წავიყვან იმიტომ რომ ეს იქნება სავარაუდოდ ივანესთვის ბოლო წელი ცეკვის იმიტომ რომ მე მე-12-ში გადადის ცალკე
სკოლა, ცალკე გამოცდები, ცალკე აბიტურიენტობა, ცალკე მომზადების სიტუაციაში არ ვიცი რა როგორ რას გადაწყვეტს, რა იქნება, რა დაჭირდება და აი ეს გაწაბაწია იქნება. ხო და ნახოთ. მაგიტო მინდა რომ ესე როიტყვიან ლამაზად დაუსვა წერტილი მაგის ცეკვის დამთავრებას. 11 წელი რა ვიცი. ეხა 10. რატო 10? მე 11-ში ხო 10 წელია რაც დადის კი. ერთადერთი აცდენდა ხოლმე თუ ცუდად იყო. ის რო დედა და მე ზარას აი ბავშვები რო არ ემოდი დღეს არ წაპაპ არ არსებული. სკოლაში რო სიტყვაზე ან გრიპი ქონა, ან სიცხე ქონა სკოლაში არ გავუშვებდი ხოლმე, გავიხედავდი და 4-5 საათისთვის როცა ცეკვა ხოდა, გამოპრაჭი, სად მიდიხარ? ცეკვაზე. სკოლაში არ იყავ ცეკვაზე რა, არა ცეკვაზე ვწავიდი. მამა რომ მიჩვენე. ესეც ცუდად იყო, დამძიმდა დილას ჩაი, მე რამის სასტრაფო მოვიყვანე, სანამ სამუშაოდან მოვა, მე ვთქვა შენ სასტრაფოს ვუთხარი, რამის რომ ბარბარეს მიხედე მეთქი და ძიმეთ იყო რა, სადღაც რო გავუშვი ესენი სკოლაში, წავიდნენ ნინო, ის არაფერი, იონე და ლაშა წავიდნენ სკოლაში და კალები დაიკეტა თორე ეს გამოფხი ისე რამაზად, ისე გამოჯამრთელდა. ცეკვაზე რომ წკვდებოდი, უნდა წახვიდე. პრინციპში მასწავლებელს ეგ უთხრა, ცეკვაზე სულ რო კვდებოდეთ, მოდითო. და რო წახვალთ მე დაიხოცე. სალომე. იცი რა, როდესაც არის ანსამბლი, მართალია. როდესაც არის ანსამბლი, როდესაც ხარ გამსვლელი, როდესაც შენზეა დამოკიდებული მთელი ანსამბლი არა, ანუ იცი როგორ ნახასში რო დგახარ, ვიღაცამ რო იცის ვიღაცის გვერდზე ზახარ, დგახარ ზიხარ რაღაცა. დგახარ და იმან იცის რომ შენს მერე მოდის, შენ მოძრაობის მერე ამას აკეთებს რაღაცა, ანუ შენ რო ნახასში არ ხარ, ის ბავშვი რო აკლია, მთლიანი ნახაზი ირევა. ამიტომ ვალდებული ხარ თუ გინდა, უნდა გქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ თუ კვდები, მაინც იცეკო და მერე მოდი და მერე გააკეთე შეიცაკ. ხო, აი ესეთი ამბები. ნახოთ აბა რა იქნება ველოდები ივანეს პასუხს. თუმცა ეხლა ვხედავ რომ მე რომ ძველი ტელეფონისად მაქვს, ნინო მოიტანე. მე წენა სალომეს მივწერე და სალომეს პასუხები მოდიოდა ეხლა დახია იქ. რა მიწერე? ესე იყო მეთქი და ბარბარეს ჩაუშვია მეთქი დიდი ჯგუფი. ხო. არა, მე რო არ მეთქვა, როდის უნდა იყო. შენ რო არ გეთქვა, სავარაუდოდ რო ჩავიდოდნენ ავტობუსში ისხდებოდნენ. აი მე კი ნამდვილად ასე იყო, ისე გავოცდით, არ მეუბნეოდი თქვენ ბაკურიანშიც ასე წამოყვანინეთ. ავიო. აი ესე ატყდნენ, შობლებმა ვიცოდეთ, რომ დიდები არიან, იცი როგორი ჯგუფი, აი ერთმანეთში. გოგო და ბიჭი, არ აქვს მნიშვნელობა და მოილაპარაკეს, სახში თქოს რომ მასწავლებელს მივყავართო, ყველა მარიქა ვიშოვეთ ისა ესა რაღაცა ისას და მასწავლებელს უსხან ყველანი მოვდივართ. დასაყრლები არიან. ნუ საყრლები ისე გამახსენე, ხო იცი? იცი რა ვიდეო გამახსენე. ეს კომედი იმისა იყო რომელიღაც ისი რა ჟურნალისტი პოლიციელები და მამა შვილი დგანან რა და ჟურნალისტი ეუბნება თქვენი შვილიაო ესაო ეს არისო 20,000 რაღაცა რო იპოვაო რა და პოლიციაში რომ მიიტანო ბიოხოჩიმიო რას გძნობ ვამაყობ ამ დედამ ვამაყო შეაკინა თავი შენ არის ამაყებდი მაგრად ვიამაყებ მოიცადე დავამთავრო ირას თო კითხო დანაკარი ფესტივალზე გვიწევს წასვლად რაღაც გამიხარდა პატარების გასვლა და ისე გამიხარდა პატარების იმედზე რომ არ ვარო რაღა დავმალო და ძალიან გამიხარდაო რა მოიჭრე მიყავანდი ატყდებიან ხოლმე დიდები და მასწავლებელს წასვლის წინ ეუბნებიან მთელი ევროპის ფესტივალების ორგანიზატორები იქნებიან იქო ძალიან მაგარია ძალიან მაგარია ძალიან კარგია მთელი გულით ველოდები 17 მაისს რომ ავთხლიჟო და გავთხლიჟო და წავიდი ატალიაში დავიწვი კარგად ძვირფასად დავისვენო კი არა უნდა დავიღალო იცი როგორ უნდა დავიღალო აი ბევრი ოქროს მოგონებები რომ
შეინახო და მოგეთ. გუშინ თაკონწერს რომ მიდიხარ და რა მიხვალ თქო და მარიამ სად მიდიხარ და თურქეთში საკუთარ ნაშევდა. ვინ უცხო? მე კინაღამ სიცილის მაილები გავუგზავნე. მოგეთ ივანეც მოდის. ძალიან კარგი. აი, მას შეთან აქვს მეცოთ. მოგა ერთი წამთელ. სულ ერთ წუთს გადაცალე. წვილი დედლებზე რომ უნდათ მივწერეთ ჩვენ თანაშრომლებს რა ღირს მეთქი და წვილი ღირს 50 ლარი. ო, გონი, დაიცა მომწეროს კარგად. მიშრა, მარა რეზინა დავკარგე. ერთი სიტყვით ხალხნოთ ძალიან მაგარი ვიდეოები გელოდებათ, იცოდე, არც ვიცი რა გელოდებათ, მაგრამ მე გეუბნებთ რომ გელოდებათ. მაისში მოკლედ დავათვალიეროთ სასტუმრო, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეიძლება გააკეთოს კაცმა და რაც შეიძლება რომ არ გააკეთოს. ხვალეც იქ არ ამნახონ რა, 17-ი წავალ. რა. ხვალეც იქ არ ამნახო. ხო რა. შენ ივანე მაგას ვერ იტყოს, ივანე ყოველთვის იქა. ხო ნინომ ხომ ითხრა ვარკეთილშიო რა ქვია. ვარკეთილში ხო გააგბინაო. სუ იქახარ. ერთი თურქეთშიც იყიდევ, სუ იქახარ მართლა. ეხა შაბათს ივანე მიდის თურქეთში და ივანე შაბათს. კვირასვე ჩამოვიდნენ. ეგ ძალიან დაფხლელი იქნება. ეგეთი წარსვლა არ კიდე. არა, გენაძოლე, წადი 17-ში ჩამოდი 27-ში. მართლა 27-ში ჩამოვიდი. რა კარგია. კაი 1-2 კვირაც დავრჩებოდი. მე დავადერწე საჩუქარი. ან შენ გგონია რომ იქედა რომ ჩამოხვალ და 3000 ლარს რო თხლიშავ მე. იქიდან რომ ჩამოვალ. შენ დაბადების დღეს მე ხა რა ვთქვი. ანუ ეგ იქნება დაბადების დღეს საჩუქარი და თუ არ გამოვა. ჰა რა. მე სხვა რა ვთქვი? ხო და მეც მაგას გეუბნები. ანუ იქიდან რომ ჩამოვალო დაბადების დღეს საჩუქარიო მერეო? ეგ იქნება დაბადების დღეს. ხო, კარგი შულო არ ავღელდი რა, ავღელდი. არ იქნება ჩამოვარ სოფო და ფატი. გაიგე სოფო და ფატი იქიდან ჩამო. რა საბო, შულო და დაბაკაბათი თავი. მოიყვანე. სოფო და ფატი, ბარბარე გეპატიჟებათ და შორენა, ხათ უნდა დაგიშავა. არ მოწონს. შორე გაიგე, აი, ნახე, აი. პლუს რამდენი გამწერი ყავ? 10000 კაც ვერ დავაწვი შულო, 9000. ფატი სოფო და პლუს 10000. ზაფხულში კაი, კეიფი გავაკეთოთ წე. ვინც მოყვართ, მოდი. ტყეში გავშალოთ. მოკლედ კაი იქნება რა. ერთ სიტყვით არა, მართლა მთელი დიდი გულით და სულით ველოდებით 17 მაისს. ხო, მანამდე აი ხარ ცოტა რომ მოთვება ბარბარე და გამოცდები. რომ მოთვება კი არა და ანუ უკვე რო საგაზაფხულო რაღაცებს თუ დაიწყებენ, მაშინ მე და ბარბარე წავალთ შოპ მარინაში. ვიშოპინგებთ. მე შენთან არ მიყვარს 9 საათი დამატარებ იქ და ვერაფერს არ არა ბარბარე, მე ჩვენ რო შევალთ. მე ავიღებ ჩემთვის კალათას. შენთვის. მე წავალ და რაც კიდე ის კიდია. არჩევ რა მე იყიდი. არა არჩევ მე ვიყიდი. ხო ეგრეა ხარ. მე როგორ ნავარჩიო? მე ამის დასრულ მე უნდა ვარჩიო. და ამის მაგერად მეცხოვი. და შენსაც ვერ არჩევ. ძალიან კარგა ვარჩიო. შენ რაც ჩამაცვი, მაშინ აი იადონები მქონდა რაღაც რა კარგად ხარ. შენ არ იყო ქავლო ის რომ არჩევინე კაბა? რა კაბა? რისთვის წაგიყვანე? საქორწილოთ არ ვარჩევდი კაბას. რაღაცეები რომ მომეცი. თავი ის მეგონა რა ქვია, ფუფალა. რა ის მაბრალებ? ზმუკუტა. ბოლოს ჩემი არჩეული კაბა რო იყიდე ეგ რა კაბა იყიდე, ზედა ქვედა ვიყიდე. რა ზედა იყიდე? მე შენ და მამა რო ვიყავით. ეხა კაბა იყო ესეთი. რა ვიყიდე მაშინ? კაბა და საროჭკა. შავი იუბკა და საროჭკა. იუბკა ჩემი არჩეული იყო. ხო, კარგი, შენ კაბა რო ჩამაცვი, ის კაბები რო ჩამაცვი, იმას ვამბობ. მე ხო დაგადებინე არ გიხდება თქო რომ გამოხედი გასახდელიდან და იუბკა. არ გიხდება, ახლა. ჯერ ერთი ძალი ხო ჩავიცვი. ადი ოკეანი იყო რაღაცა ღმერთო ძლივს ჩავიცვი, ძლივს ოკეი, ჯერ ისა ვნახე რომ ანუ
უკან ნახი არ აღხილი, წინა ნახი არ აღხილი. რა ჯანდება იყო, აი ხა ხონდა რაღაცნაირად აი ბავშვის ბოდეებს რო აქვს ხოლმე გადასაწერი. რო ჩავიცვი მე ვნახე. ხო ჩამოვიჯაჯი როგორც იქნა თან ცხელა. აი მე კონდი მან დააქვთ ხოლმე კონდიციონერები. მაგრამ იმდენი ხალხი იყო რომ ვერ ძლებდა რა ჭირათ მიველი ან იმ დღისით რომ ის იყო ახალი კოლექცია იყო და თურმე Facebook-ზე ლაივები თურმე არა ვიცოდი, მაგრამ არ მინახია რა თურმე დაუდიათ რომ ხვალეო დილდანო ახალი ისინი იხსნებაო და მოკლედ გელითო და მეც იქ დღე მოვყევი. 45 წუთი ვიდექით სალაროსთან რომ მივსულიყო. აუ ეს ხო ჩავიცვი როგორც იქნა ჩავიცვი და არიქა ეხლა მივტრიალდები და სარკეში ჩავიხედავ მეთქი და მივტრიალდე ჩავიხედე. უბრალოდ უკუღმა მეცო კაბა. მეთქი ბარბარე კიოდი მოდი ხა გამხადე და მანე თავძლივ ჩავიცვი ყავა. აი მე. მოკლედ რაღაცა იმებს ვიყიდით ბარბარე ესენი. ფოე რაღაც. ოღონდ მე ჩემ ფულს შენ ფულს. აი ها დაგიმატე ფათლარს. 10 ლარი აქვს, თვეები 10 ლარი აქვს. ხო დახარჯავს, მაინც 10 ლარი აქვს. დახარჯავს კიდე 10 ლარი აქვს. ამის თარამ ფლანგველი ვერა რა დედაზე არ არის ეს ბავშვი. ხო მაგას ამოსვლა. წაველი ხარხნებო ძალიან გამეწელა ვიდეო და თქვენც რა ქვია იმას მოგაცდინეთ. მაგრამ არა დღეს პირველად მოველი, ერთხელ მოველი და აი ყავით, ვიყოთ და ვიჭერავ. ძალიან კარგი ტური გამოგვივა ნამდვილადო, სალდობები. წინავჯდები. იკარუში წინავჯდები. არ მაინტერესებს, ყავთ უკანავჯდები ხოლმე. პრინციპში ყოველ განავჯდები მე გავა ხანსა და ვარ ხოლმე ხანსა. ნეტა ისინი მოდი არაზმაძეები. არ მოდის, მაგრამ კაი, გაქრეს ეგა. ზუსტ თქვა უკვე ანა თუ არაო? ეკა მოდის. სოფო ბიცოლა მოდის. მარიამა თქვა სოფოცო? ხო, სოფო ბიცოლა მოდის ის მარიამის. მარიამ შილაკები. მარიამის. შორენა წამო რა საწამო იქ ანტალიაში რომ მაგანის არ დალიოს, რა ქვია იმას? რა ქვია იმას? ფეხიანჭი ხო, კოქტეილი. აი მე. ფეხიანჭიკით რა. აი მე. კიდე ვიწამოა. კაია რა, მოკლედ ერთ სიტყვით. წავედი ახლა ხარხნებო მართლა ძალიან გრძელი ვიდეო არ გამოვიდეს და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აი საერთოდ რადიკალური ვიდეოს ჩაწერა მინდოდა სხვანაირი. ან ის თემა საერთოდ მიხსენები. თუ მე მოვახერხე ჩავწე ჯერ 8 ნახევარი არის, გარე კიდე აღამდა, მაგრამ დღეა. ღამე არ არის ყოველ შემთხვევაში. იქნებ მოვახერხო და ჩავწერო მეორე. აბა ხე, ხლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.